მოგწონთ, თუ ეს ის არაა, როგორადაც ქართველი მამაკაცი წარმოგიდგენიათ. პრინციპში უცხოური გავლენა სახეზეა და მისი იმიჯი გასაკვირი არაა. მარკუს მეტრეველი წლების საბერძნეთში მოღვაწეობდა. თუმცა როგორც ნოსტალგია მორეულ ქართველს შეშვენის, სამშობლოს დაუბრუნდა და სამამულო შოუბის გაშლილი მკლავებით ჩაეკონა. მას მერე არც მისი კარიერა რჩება ყურადღების მიღმა და არც მისი არეულ და არეული პირადი ცხოვრება. მომღერალი კი თავს ყველაფრის მიუხედავად იღბლიანად თვლის და არც პროფესიულ წინსვლას წყვეტს. ახალი სიმღერა ეკუთვნის კობა მესხიას, ტექსტი არის ნანა ცინცაძის და უკვე ბალანსდება და სულ უახლოეს მომავალში ერთ-ორ კვირაში მიეწოდება მსმენელს და მაყურებელს და ტელეპრემიერასაც გავაკეთებ აუცილებლად. სულ მალე მარკუს მეტრეველი ტელეწამყვანის ამპლუაში მოგვევლინება. რამოდენიმე დღის წინ ამბობდნენ, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილი მარკოს და ხატიას სიჭინავას ერთობლივი გადაცემა ეთერში აღარ გავიდოდა. ჩვენს კამერებთან შემსრულებელმა ჭორები უარყო. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, რომელსაც ქვია lifestyle, ცხოვრების სტილი, ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ იხილავს მაყურებელი TV3-ზე. ეს გადაცემა არის სხვა წარმატებული ადამიანების ცხოვრების სტილი, გამოჩენილი ქართველი, ნებისმიერი წრეს წარმომადგენელი, ეს იქნება მომღერალი შოუ ბიზნესის რომელიმე მხრის წარმომადგენელი, მსახიობი, დიზაინერი თუ ასე შემდეგ. გარკვეული პრობლემები არსებობს ჩვენს ეთერში გასვლის წინა პერიოდს გავდივართ და იმედია ძალიან მალე იხილავს საზოგადოება ამ გადაცემას. ერთი პერიოდი პოპულარობის სცენითში იყო. მაშინ ნინა წრიალაშვილთან ერთად დუეტზე ვიდეოც გადაიღო და ქართულ მსმენელს კიდევ უფრო საფუძვლიანად გაეცნო. ამ ეტაპზე ძიების პროცესშია. არ ვარ პასიურ პოზიციაში, ყოველთვის ვაქტიურობ, ახლა ჩავწერე სულ ახალი სიმღერა. ჩემი ბოლო ახალი სიმღერა გამოვიდა თქვენახევრის წინ, რომელსაც ქვია Freedom და მე ვფიქრობ, რომ არ ჩამეთვით პასიურობაში. ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ მომღერლის და მისი ყოფილი მეუღლის ურთიერთობა სკანდალებით და გარჩევებით დასრულდა. მარკოს ყოფილი ცოლისგან შვილებიც ჰყავს, თუმცა მათთან ურთიერთობას ვერ ახერხებს. რამოდენიმე თვის წინ შემსრულებელმა რადიო Fortuna Plus-ის ეთერში მეუღლესთან დაცილების ნამდვილ მიზეზზეც ისაუბრა. საბერძნეთში ცხოვრებისას ცოლმა მარკუს ერთ-ერთი გავლენიანი მამაკაცის საყვარლობა მათი უზრუნველი ცხოვრების სანაცვლოდ შესთავაზა. უხამსმა წინადადებამ არ გაჭრა. უხერხულია, როცა ხელოვანში ინტერესები მხოლოდ პირადი ცხოვრებით. მარტო ვარ თუ არა, ეს მე ვიტყვი ერთს, რომ ძალიან პროფუნდურად ვზნობ თავს, ძალიან კარგად ვზნობ თავს, ჩემი და ჩემი ყოფილი შვილების დედა. ცოლს ვერ დავარქმევ. ეს თემა სამწუხაროდ ძალიან წინ წამოიწია და ცოტა დაალაგდა სიტუაცია იმ მხრივ, რომ აღარანაირი კონტაქტი აღარ მაქვს მასთან და შესაბამისად შვილებთანაც მიქმნის გარკვეულ ბარიერს, რომ ვნახო და მოვინახულოთ ჩემი შვილები. იმედია მალე მის კარიერაზე უფრო მეც ლაპარაკებენ, ვიდრე პირად ცხოვრებაზე და არაა გამორიცხული ამის მიზეზი ახალი ტელეგადაცემა გახდეს.